უკრაინაში ომმა გამოიწვია ევროპაში დიდი ეკონომიკური რყევები. საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები ჩამოიშალა. რატომ? გლეხურად რომ ვთქვათ, ფული ვერ გაყვეს. ორივეგან კოალიციური მთავრობებია. ბიუჯეტში სხვადასხვა პრიორიტეტები ჰქონდათ კოალიციის სხვადასხვა ჯგუფებს და ვერ შეთანხმდნენ. ფრანგებს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ. ხარჯებს შევამცირებთო, თან გადასახადებს გავზრდითო. ვერ შეთანხმდნენ პარლამენტში. მაკრონმა მე ვიციო და ავტორიტარული საკონსტიტუციო ჩანაწერი გამოიყენა. პარლამენტის გარეშე ბიუჯეტის დამტკიცება. მერე მაკრონს პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა. ახალი ბიუჯეტიც ვერ დამტკიცდა. და ასე სხედან ხალხი და მთავრობა ახალი არჩევნების მოლოდინში. გერმანიაში პირიქით, შოლცს მეტის დახარჯვა უნდოდა. იქ უკრაინას უნდა დავეხმაროო და აქ ინფრასტრუქტურა უნდა ავაშენო. კოალიციის სხვა წევრ პარტიას ეს არ აწყობდა. რის გამოც შოლცმა სამსახურიდან გააგდო ფინანსთა მინისტრი. პროტესტის ნიშნად მინისტრს თავისი პარტიაც გაყო. და შოლცაც უნდობლობა გამოუცხადეს. ვერც მან დაამტკიცა ბიუჯეტი. პრეზიდენტმა დაშალა პარლამენტი. გამოაცხადა ახალი არჩევნები და ეგ არის. ველოდებით ახალ ბუნდესტაგს. რატომ უნდა ერთს ერთი ცვლილების შეტანა, მეორეს მეორეს. 2000 წელს მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების ასეულში ევროკავშირის კორპორაციების რაოდენობა 41 იყო, ახლა კი 19. აი ეს მოკლედ ჩამონათვალია იმ ფრანგული კორპორაციების, რომლებიც ბოლო 24 წელიწადში ჩაჩოჩდნენ. ვერ გაუძლეს ჩინეთის და ამერიკის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ დინამიკას. ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა მოდელმა უბიძგა კორპორაციებს ხარჯების შემცირების მიზნით საზღვარგარეთ გადაეტანათ წარმოებები. იაფი მუშახელის ცეფნაში. ადგილობრივი ტრადიციული წარმოება დასუსტდა და ვეღარ გაუწია კონკურენცია მზარდ ეკონომიკურ გაფართოებას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. პარალელურად აფრიკის ქვეყნებიდანაც გააგდეს საფრანგეთი, რაც ასეულობით მილიარდის დანაკარგს გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში. ხარჯვას შეჩვეული საფრანგეთი მიხვდა, რომ ძველებურად თუ გააგრძელებდა, ბორცს მიღმა დარჩებოდა. ვერ მუშაობსო კარგად, რასაც ვაკეთებთო. ანუ მენქი უარ მუშაობსო ხალხო, წარმოიდგინეთ. აქ მოელანდა რომ ამერიკის ვასალი იყო. Mais c'est justement là que j'insiste sur l'importance de l'autonomie stratégique. Être allié ne signifie pas être vassal. მოკლედ, მაკრონს პუტინიზაცია დაემართა. პარლამენტი არ მჭირდებაო იძახდა და ბირთვული არაღიც მაქო. ანგელა მერკელის გერმანია მითავა გარემოს დაცვის მედროშეობა ევროპაში. გაუქმა როგორც ქვანახშირის მაღაროები, ისე ატომური ელექტროსადგურები. ამასთან ერთად გერმანიისკენ დაიძრა მიგრანტების ნაკადები. მერკელმა იფიქრა გერმანელებს იაფად მუშაობა არ უყვართო. გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო. გაუხსნა კარები და შემოუშვა მილიონობით მიგრანტი. მერე ბაიდენმა იწინასწარმეტყველა Nord Stream 2 შეიძლება რაღაც მოუვიდესო. შოლცის სიჩუმემ კი ეს წინასწარმეტყველება დაადასტურა. There will be no longer a Nord Stream 2. We will bring an end to it. ამის მერე ფეთქდება ნავთობსადენი Nord Stream 2. იაფი რუსული ენერგიის დაკარგვამ დიდ კორპორაციებს დიდი პრობლემები გაუჩინა და კოალიციის ყველა პრიორიტეტის დაკმაყოფილებას ბიუჯეტი უბრალოდ აღარ ეყო. ამ Nord Stream-ის აფეთქებაზე მიუხედავად კრიზისებისა, რომელიც შეიქმნა, ყველა საეჭვოდ ჩუმათაა. პოლიტიკური ელიტაც, მედიაც და სამოქალაქო საზოგადოებაც. ამიტომაც შოლცმა გადაწყვიტა შიდა ვალის ზედაზღვარი აეწია. მეტის ხარჯვა დაეწყო როგორც ეკონომიკაში, ისე საგარეო ინტერესების გატარებაში. რატომ არის საინტერესო ამ ორი ქვეყნის დროებითი მარცხი? გერმანია და საფრანგეთი მთელი ევროკავშირის წარმოებითი პოტენციალის 40%-ზე მეტია. 27 ქვეყნიან გაერთიანებაში ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ამიტომ მათი ფუნქციონირება მთელს ევროპაზე ახდენს გავლენას. გერმანია და საფრანგეთი რა თქმა უნდა გამოძვრებიან. ჩატარდება არჩევნები, შეიქმნება ახალი მთავრობები და დაძლევენ ამ კრიზისებს. თუმცა ყველაზე საინტერესო ზუსტად ესაა. რას შეცვლიან? როგორ შეეხება მათი ცვლილებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებს? შეინარჩუნებენ თუ ვერ ცხოვრების ძველ დონეს და თუ კი ვის ან რის ხარჯზე. ეს ეკონომიკური პრობლემები რა თქმა უნდა კულტურულ დაპირისპირებებშიც გადადის. ადგილობრივ მოსახლეობას მტრის ხატად მიგრანტები დაესახათ. მოდიან, სამუშაო ადგილებს გვართმევენ, ჩვენი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობენ, მოკლედ ჟანრის კლასიკა. ამ დაპირისპირებების გაღრმავებას პერიოდული ტერაქტები და თავდასხმებიც იწვევს. ანუ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის რომ ყველაფერი მიგრანტებს დაბრალდეს და მათმა მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა რეიტინგები აიმაღლონ, ყველაფერი მზადაა. და ასეც მოხდა. ბოლო არჩევნებში მემარჯვენეებმა ბოლო წლებში არნახული შედეგები დადეს. ტრამპის თქმის არ იყოს ფაქტია. ბოლო არჩევნებით ორივე ქვეყანაში ანტიმიგრანტული ძალები ლიდერობენ. ანუ მემარჯვენეები. ანუ დიდი ალბათობით რამოდენიმე თვეში ამ ქვეყნებში სულ სხვა მთავრობებს ვიხილავთ.